სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. ის უკანასკნელ გზაზე ათასობით მოქალაქემ გააცილა. გვიყვარხარ პატრიარქო უწმინდესი სამების საკათედრო ტაძრიდან, სადაც ის 18 მარტიდან იყო დასვენებული და სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, ამ შეძახილებისა და ტაშის ფონზე გამოასვენეს. სიონის ტაძარში დაკრძალვა თავად უწმინდესის სურვილი იყო, რაც წმინდა სინოდის მხრიდან აღსრულდა. აღსანიშნავია, რომ 1977 წლის 23 დეკემბერს სწორედ სიონის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა საქართველოს 60 ეკლესიის მე-12 საეკლესიო კრება, რომელმაც საქართველოს ეკლესიის ახალი საჭეთმპყრობელის არჩევის საკითხი განიხილა. მიტროპოლიტი ილია ერთხმად აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად და ეწოდა ილია მეორე, რომელიც მომდევნო 59 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. საქართველოში ამასთან დაკავშირებით გლოვა იყო გამოცხადებული. წუთები როდესაც ჩვენ სიონის წმინდა ტაძრის ძვალთ შესალაკს უნდა მივაბაროთ ჩვენი ძვირფასი სულიერი წინამძღოლის მამის კათოლიკოს პატრიარქ ილიას ნეშტი. განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ამ ტაძრისადმი, ყველამ ვიცით ჩვენ. აქ დაიწყო მისი 59 წლიანი საპატრიარქო მოწამებრივი სამოციქულო შეიძლება ითქვას ღვაწლი და გზა. სწორედ ამ ტაძარში ჩაისახა მრავალი იდეა და რომელსაც ხორცი შეასხა შემდგომ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, რამაც დიდი სიკეთე მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ეკლესიას. აი ამ ყველაფერმა განაპირობა მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება სიონის საკათედრო ტაძრისადმი, საპატრიარქო ტაძრისადმი, რაც გამოვლინდა იმაში, რომ მან ინება დაკრძალული იყო სწორედ ამ წმინდა ტაძარში. ჩვენი გულები სავსეა ემოციით, გრძნობებით, სიტყვებით. ყველას გვინდა მე მგონი რაღაცა ვთქვათ, ბოლოს გამოხატოთ ჩვენი სიყვარული, ერთგულება, მადლიერება და ალბათ კიდევ ერთი რამე, რაც უნდა ვთქვათ, შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას. სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის საფლავზე მრევლი პატივის მისაგება დილიდან მიდიოდა. ღვთისმსახურის გიორგი ვაშალომიძის განცხადებით, ტაძარი საღამოს 8 საათამდე იქნება ღია, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს მოილოცონ პატრიარქის განსასვენებელი. ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ, გადაგვაქვს და არაერთხელ გვითხოვს, რომ მთელი ერი არის ჭირისუფალი. დღეს და ერთმა ცაცასველ დამკვიდროს ჩვენს უწმინდეს პატრიარქს. როგორც მოგეხსენებათ, უწმინდესის სურვილის თანახმად მისი დაკრძალვა მოხდა სიონის საპატრიარქო ტაძარში. დიახ, დღეს იქნება მოწმუნე საზოგადოებას იმის საშუალება, რომ სურვილის შემთხვევაში მოგზავდეს და პატივი მიაგოს მის საფლავს, თუმცა იქნება გარკვეული შეზღუდვები, დაახლოებით ტაძარი 8 საათამდე ღია იქნება. უშუალოდ საფლავთან მიახლება, ასე ვთქვათ, ხელით შეხება ვერ მოხდება, ის გამო რომ საფლავი ჯერ მოსაწესრიგებელია და თუმცა მოწმუნე საზოგადოებას ექნება მის საშუალება, რომ მივახლოვდეს საფლავს და რაღაცნაირად პატივისცემა გამოხატოს. მინდა კიდევ მიუსამძიმრო სრულიად საქართველოს ეს დიდი დანაკარგი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ გუშინ ჩვენ მიწას მივაბარეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და ამიტომ დღესაც ძალიან მძიმე დღეები გვაქვს. რაც შეეხება სიონის საკათედრო ტაძარში შესვლას და პატრიარქის საფლავის მიახლებას, დღეს მრევლ შესაძლებლობა იქნება საღამოს 8 საათამდე შევიდეს ტაძარში, მიახლოს უწმინდესის საფლავს. ეს ხდება ძალიან ორგანიზებულად, რიგში, მშვიდად წყნარად ყველას შესაძლებლობა მიესწემა, რომ მიიახლოს. ასევე ჩვენ ტაძარში
40 დღის განმავლობაში გადავიხდით პანაშვიდებს, სასულიერო პირები მოვლენ და ესეც ორგანიზებულად მოხდება. 12 წლის ზესტაფონელი მოფარიკავე რაპირაში ელენე ეჯიბაძე ლევან კირკიტაძის სახელობის ტურნირის ვიცე-ჩემპიონია. ელენე თავის ასაკობრივ კატეგორიაში ფინალში მეტოქესთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და ლიდერთა კვარცხლბეკის მეორე საფეხური დაიკავა. ამბობს, რომ ეს წარმატება მისთვის მოტივაციაა მორიგ ასპარეზობებზე მეტი შედეგი დადოს. აღსანიშნავია, რომ რაპირით მოასპარეზეთა შორის კიდევ ერთი ზესტაფონელი მოფარიკავე გახდა პრიზიორი. ქეთი მაღლაკელიძემ მესამე ადგილი დაიკავა. საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ლევან კირკიტაძის სახელობის ტურნირი ქუთაისში ფარიკაობის სპორტულ სკოლაში ჩატარდა, რომელიც 2012, 15 და 2014, 17 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართა. ტრადიციულად ტურნირში ათეულობით მოფარიკავე ვაჟი და გოგონა მონაწილეობს და ის სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას ემსახურება. ზესტაფონის ჯგუფი ვიყავით ქუთაისში შეჯიბრზე ლევან კირკიტაძის სახელობის ტურნირზე. მე დავიკავა მეორე საპრიზო ადგილი. ფინალში დაუმარცხდი მართა თუცქირიძესთან, მაგრამ მე ვაპირებ რევანშის აღებას. და შემდეგი ტურნირისთვის უფრო მომემზადები. ასევე აპრილის თვეში მე მივდივარ თურქეთში, კერძოდ ანტალიაში, რისთვისაც ორმაგად ვემზადები, ჩემი მწვრთნელების ნანა და ამირან მასწავლების წყალობით და ვეცდები, რომ იქიდანაც ჩამოვიტანო მედალი. პირველ ნომერზე წრიულზე მუშაობ 2002 წლიდან. მე მგონი 25 წელი გახდება ახლა. რაც საშუალება მაქვს ხალხს პატივცემ. გაყოფილი გზავდი ნიშნავს მე იმას ვფიქრობ, რომ კარგად რო ემსახურები და არის გაყოფილი დარდაქცევა. თუ ცუდად ექცევი და ცუდ პასუხი არ გივარგა და ცუდი მიმართვა და რამე გაქვს, მაშინ რაფერი არ იქნება კარგი. 100 კილომეტრამდე გავდივარ 180. დღეში რო გამოვალ 7 საათზე, საღამოს 6 საათამდე 7:30 მუშაობ. კვალის დასახლებიდან მოვდივარ ასე ავტოსადგურის მხარეზე, საყავრიეს გადმოვილი და ქალაქ ჩავილი და გავდივარ კვალიჩი ისე. ავრები ისეთნაირად არის ტრანსპორტი, რომელიც მოვაკეთ სამწელი 2 ნომერი იქნება თუ პირველი იმას მიყვება ხოლმე მაინც. განსაკუთრებულად ახლა ვინც ქალაქში მოდის ახლა ჩემთვის მაგას საყავრიდან უფრო გელოდება. იმიტომ რომ აი მან 2 ნომერს უნდა წაყვეს, გეიაროს კვალიტი და მერე წამოვა ქალაქში. ზაგრების ნაკლებობა ახლა ბევრი ვართ ამ იმაზე მარშრუტები და ყველას ახლა სულ სავსე ვერივლი და არ არის და ისე მოკლებით ყველგან მივიგო ყველაფერმა ჩვენი გზალებიც. ბევრი ქალაქს ტოვებს, ბევრი საკუთარი ტრანსპორტი ყავს და მონაკოლის და ყველა მუშაობა. ყველას უნდა მუშაობა და ცოტა ძალიან ბევრი ტრანსპორტი ვარ და გზავრი არ არის იმდენი. ხალხის მასა აღარ არის. ასიბრალია. სოფელში ცხოვრობდა, სოფელში. თუ არ მიხედე ოჯახს და გააკეთე ვენახი ბევრი მაქვს, ხანა და შრომობ და წვალობ. ჩემ ოჯახთან ერთად. 2 დღეს ვერ მუშაობ, ბაბას სახში ოჯახში ხომ უნდა იმუშაო, რაც გააკეთე რა. შრომობთ. თან სიბერეს მოვიდა ამასობაში, ახალგაზრდებს დაუთმობთ ალბათ და ახალგაზრდები გააგრძელებენ. პირველ რიგში მშვიდობას უსურვებ ყველას. ჯანმრთელობას ამსთავარია, ყველა მგზავრს, ყველა ჩვენს მოქალაქეს. ყოფილიყო მშვიდობა და კეთილად და თბილად ემგზავროთ და ეცხოვროთ.